ჩვენი გადამღები ჯგუფი სპელეო კლუბ მორიონის მიწვევით მონაწილე გახდა ერთი მიმზიდველი სპელეოლოგიური ექსპედიციისა. ჩვენი ბანაკი განლაგდა საქართველოს ერთ-ერთ მშვენიერ კუთხეში, იმერეთში, წყალტუბოს მიდამოში. ექსპედიციის წევრები დიდღელეს მღვიმესთან გაშლილ ბანაკში მიწისქვეშ ჩასასვლელად ვემზადებით. მიწისქვეშეთი, რომელიც წყლის ზემოქმედებით წარმოიქმნება, თავისი წყუდიადისა და უცნობის სივრცის გამო ზოგიერთისათვის ჯოჯოხეთთან არის გაიგივებული. ამ დროს მღვიმეში ინტერესით შესულ კაცს იქ არსებული ხელთუქმნელი საოცრებანი ამას განუქარწყლებს. თუმცა მომზადებელი ადამიანისათვის მიწისქვეშეთი შეიძლება მართლაც ჯოჯოხეთად იქცეს. შემთხვევითობისაგან კი ჩვეულებრივ არავინ არსად არაა დასხვეული. ავიდეთ. ესე ალბათ საგაიწოს რაი. ძალიან კარგი, ავიდეთ. ბოლოში ალბათ ხოთია. ავიდეთ. იმის შემდეგ, რაც მღვიმეში დაშვებისათვის მოხერხებული ადგილი შეირჩა, ჯგუფი მიზნისაკენ დაიძრა. მღვიმის მთავარ შესასვლელთან მოხვედრისათვის დაახლოებით 20 მეტრიანი შვეული კლდის დაძლევა მოგვიწევს. ხშირი მცენარეები ართულებს დაშვებას, მაგრამ ეს სპელეოლოგისათვის დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების შემდეგ ჯგუფი დაშვებას იწყებს. გზას ქუჯა ჯამრიშვილი ამზადებს, იგი გამოცდილი სპელეოლოგია. 80-იან წლებში ქუჯა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო სიღრმისეულ ყვინთვაში. მის ანგარიშზეა მრავალი ერთობლივი ექსპედიცია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საფრანგეთში, ბულგარეთში, იტალიაში და სხვაგან. აი გუჯამ დაასრულა დაშვება. იგი მღვიმის შესასვლელთან არის. ამ ბალონზე ჩამოდი და ასრულება აწიე რა. და მე დაეშვი. მომდევნო ზურაბ აბრამიშვილი ეშვება. იგი სხვადასხვა სახეობის საწყალოსნო სპორტის ინსტრუქტორია, სპელეოლოგია კი მისი გატაცებაა. სპელეოლოგები ენით აღუწეველ ფიზიკურ დატვირთვას განიცდიან. მაგრამ მიწისქვეშეთში მოგზაურობა იმდენად იზიდავს კაცსაც და ქალსაც, რომ ბევრისათვის გაოცების ზღვარს აჭარბებს. ზურას კვალდაკვალ ექსპედიციის ერთადერთი ქალი, ირინე სიხარულიძე ეშვება. ქალის ესოდემ რთულ ექსპედიციაში მონაწილეობა გაოცებას იწვევს.
მაგრამ როგორც შემდგომ დავწმუდით, ირინა კაცების თანაბრად იზიარებდა ფიზიკურ დატვირთვას. დიდღელეს მღვიმეში შესვლამდე მის პირთან სრული აღკაზმა ხდება. ეს მცირე რიცხოვანი ჯგუფი პირველი შევა მღვიმეში და გარკვეულ სამუშაოებს შეასრულებს. მოგვიანებით კი მას მომდევნო ჯგუფი შეუერთდება. დაიწყო უკუნით წყვდიათში მღვიმის სიღრმისაგან ხელოვნური განათებით სვლა.